დღეს ჩვენი საუბარის თემა იქნება პარტიების კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მათი მოღვაწეობის ასე ვთქვათ ეფექტურობის გაზრდა და აქედან თავიდან მინდა აღვნიშნო რამ, რომ ნებისმიერი პარტიის ეფექტური საქმიანობის და წარმატების კრიტერიუმი ეს არის, რა თქმა უნდა, არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობის მოგროვება. და ზოგადადაც, როდესაც ჩვენ ურთიერთობთ მოსახლეობასთან, ჩვენ მიზანი უნდა იყოს, რომ ის გახდეს ჩვენი პოტენციური ამორჩეველი. ნებისმიერი ორგანიზაცია და მათ შორის პარტიაც, ასე ვთქვით, პარტიაც ისახავს ძირითადად ერთ ამოცანას, რომ განახორციელოს მოსახლეობაში შემდეგი ტიპის ცვლილებები. პირველ რიგში გამოიწვიოს ინტერესი მისი საქმიანობის მიმართ, მიიქციოს ყურადღება, გამოიწვიოს ინტერესი, კონკრეტული, ასე ვთქვათ, ადამიანი გახდეს ამ პარტიის მხარდამჭერი და მისი იდეები გამზიარებელი და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან, ასე ვთქვათ, ქმედებით განახორციელოს პარტიისთვის სასარგებლო გარკვეული, ასე ვთქვათ, ქცევა, ან აქტიურად ჩაერთოს პარტიის ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღოს გარკვეულ ღონისძიებებში და აქციებში და სულ ცოტა არჩევნებში მისცეს ამ პარტიას ხმა. აი ეს არის ის, ასე ვთქვათ, ამოცანა, რასაც ისახავს ყველა პარტია მიზნად. ეს ყველაფერი რომ განახორციელოთ ეფექტურად, ამისთვის საჭიროა გავითვალისწინოთ რაღაც გარკვეული ის კანონზომიერებები, რომლებიც თან ახლავს კომუნიკაციის პროცესს, რადგან ნებისმიერი ურთიერთობა, ეს იქნება ინტერპერსონალური თუ საზოგადოებასთან, გულისხმობს კომუნიკაციას, რომელსაც გააჩნია თავისი გარკვეული კანონზომიერებები, თავისი დინამიკა და შესაბამისად ყველაფერი ამას სჭირდება გააზრებული მიდგომა, რაც წინაპირობაა ხოლმე რაღაც გარკვეული წარმატებების ჩვენ. ეხლა როდესაც საქმე ეხება რეგიონებს და რეგიონებში არსებულ, ასე ვთქვათ, პარტიის ფილიალებს, აქ კიდე თავისი სპეციფიკაა, რადგან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ამ პარტიას რეგიონში, მათ უფრო, ასე ვთქვათ, ინტენსიური კონტაქტი აქვს როგორც წესი მოსახლეობასთან, ადგილობრივ მასმედიასთან და შესაბამისად მათი პიროვნული თვისებები, პიროვნული აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმებს ვიყენებთ ხოლმე ზოგადად მოსახლეობასთან ურთიერთობასთან, ეს არის საჯარო შეხვედრები, ეს არის პრესკონფერენციები, ეს არის გარკვეული ინტერვიუები, როგორც პრესაში, ასევე ტელევიზიაში და შესაბამისად ყველაფერი ეს საშუალებას გაძლევს ჩვენი იდეა მივიტანოთ, ასე ვთქვათ, ამორჩევლობამდე, ჩვენი ხედვა მივიტანოთ და გავაკეთოთ ზოგადად ჩვენი პერსონალური და ასევე იმ პარტიის, ასე ვთქვათ, რეკლამა, რომელსაც წარმოვადგენთ. ეხლა რაც შეეხება ზოგადად კომუნიკაციას, როგორც ასეთს, ეს პროცესი მოიცავს ინტერპერსონალურ დონეს, როცა ჩვენ ადამიანს უშუალოდ ურთიერთობთ, ასევე კომუნიკაცია წარმოადგენს ნებისმიერი ინფორმაციის გადასხებას ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ სხვა ადამიანებზე ან ადამიანების ჯგუფზე. მასმედიას აქვს თავისი გარკვეული, ასე ვთქვათ, კანონზომიერები, თუმცა შეიძლება განვიხილოთ კომუნიკაცია როგორც რაღაც ერთიანი პროცესი, რომელსაც აქვს, ასე ვთქვათ, ორი მხარე, ეს არის სუბიექტი, რომელიც გადასცემს ინფორმაციას და ობიექტი, რომელიც იღებს ამ ინფორმაციას და შესაბამისად თავისთავად პროცესი კომუნიკაციის, როდესაც თავისთავად ინფორმაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც, ასე ვთქვათ, გარკვეულ ობიექტად, რადგან ინფორმაცია თავისთავად, როდესაც რაღაცა გვინდა გადავცეთ ადამიანებს, ის რასაც ჩვენ გულისხმობთ და ის რაც ახსევს, ასე ვთქვათ, მსმენელამდე, ხშირად მახინჯდება და არ წარმოადგენს ერთ და იგივეს. ამიტომ ამ პროცესს განეხილავენ, ასე ვთქვათ, შემდეგ ეტაპებად, ეს არის კოდირება ინფორმაციის, როდესაც ჩვენ შეტყობინებაში გვინდა რაღაც შინაარსი ჩავდოთ და თვითონ პროცესი გადაცემის და დეკოდირება, როცა ადამიანი, ასე ვთქვათ, ამ ჩადებული ინფორმაციის არ სჭდება.
დღეს ამაზე ძალიან ბევრს არ ვილაპარაკებ. ერთი რაც მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ჩვენი ამომრჩეველი და ნებისმიერი ადამიანი ზოგადად ამ სამყაროს განიცდის აღიქვავს თავისი რაკურსიდან, მისი ხედვა საკმაოდ სუბიექტურია და ჩვენი მიზანია ყოველთვის, როდესაც რაღაცა შეტყობინებას ან ინფორმაციას გადავცეთ ადამიანს, გავითვალისწინოთ მისი მსოფლმხედველობა, მისი ღირებულებები და წარმოდგენებები, რომ ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ, მაქსიმალურად მისი მხრიდან იყოს ისე ახმული, როგორც ჩვენ გვინდა. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ჩვენს ურთიერთობას უშუალოდ ამ ამომრჩეველთან, მე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ნებისმიერი წარმატების წინაპირობა, ასე ვთქვათ, ამ პარტიულ მოღვაწეობაში ძალიან ხშირად არის ჩვენი ცნობადობა მოსახლეობის მხრიდან და განსაკუთრებით როცა ეს რეგიონებს ეხება, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წარმოადგენს პარტიას და ცდილობს, ასე ვთქვათ, ამგვარად გააკეთოს თავისი პარტიის პიარი თუ იზრუნოს საკუთარ, ასე ვთქვათ, პარტიულ კარიერაზე რეგიონში, მაქსიმალურად უნდა იყოს მონდომებული, რაც შეიძლება ინტენსიური და მეტი შეხვედრები ჰქონდეს მოსახლეობასთან. ეს შეხვედრები სასურველია იყოს, რომ იყოს საკმაოდ უშველო, მეგობრული, კეთილგანწყობილი ადამიანის, რომელსაც აქვს მისატანი მოსახლეობასთან გარკვეული ხედვა და გარკვეული იდეა, ასევე ევალება ის, რომ თვითონ მაქსიმალურად დარწმუნებული იყოს, გააზრებული კონდეს და გამოხატავდეს თვითონ გარკვეულწილად აემერწმენას ამ იდეების მიმართ. და რატოა ეს ძალიან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ გარდა იმისა, ჩვენ ნებისმიერი ადამიანი, როდესაც ვიღებთ რაღაც ინფორმაციას, თვითონ ინფორმაციის სანდოობა, არსონდაობის განსაზღვრისას უფრო ვეყრდნობით, ეგრეთ წოდებულ სხეულის ენას, ასე ვთქვათ, მეორად სიგნალებს. ამიტომ თუ ადამიანი თვითონ ვერ გამოხატავს ამ დარწმუნებას, ამ რწმენას საკუთარ იდეებში, როგორც წესი, ის არასამდოდ გამოიყურება ხოლმე. ეს ერთი. მეორე, მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ამ შეხვედრების დროს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენ გვხვდება ამ დროს, მას აქვს თავისი ხედვა, თავისი ინტერესები და ისე უნდა ავაწყოთ, ასე ვთქვათ, ამ შეხვედრის დინამიკა, ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე, რომელიც უშუალოდ მისთვის არის საინტერესო, მაქსიმალურად გამოხატავს მის საჭიროებებს, რაც ადამიანს უჩენს იმის განცდას, რომ ჩვენ საქმიანობა სწორედ მიმართულია მისი კონკრეტული პრობლემის გადაჭრისკენ და როგორც წესი, ამგვარი შეხვედრები გამოირჩევა იმით, რომ ადამიანები უფრო მეტად გვენდობიან, მეტად ენდობიან იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, ან ასე ვთქვათ, რა ხასიათსაც ატარებს, რა პოლიტიკასაც ატარებს ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენთ. ეხლა საჯარო შეხვედრების მოწყობასაც აქვს, ასე ვთქვათ, თავისი სტრატეგია. როგორც წესი, ესეთ შეხვედრები თუ ხორციელდება არჩევნების წინ, უნდა საკმაოდ კარგად დაიგეგმოს, ასე ვთქვათ, თავიდან ის მიზნობრივი ჯგუფი, ვისთანაც ვაპირებთ შეხვედრას, ის საჭიროებები და ინტერესები, რომელიც გააჩნია ამ მიზნობრივ ჯგუფს და შევეცდოთ, რომ მათთან კომუნიკაცია ავაგოთ ისე, იმგვარად, რომ ჩვენი, ასე ვთქვათ, გამოსვლის მეტი ნაწილი სწორედ იმ პრობლემებს ეძღვნებოდეს, რომელიც მათთვის არის აქტუალური და მნიშვნელოვანი. ამ შეხვედრების დროს უნდა გამოვიდოთ მაქსიმალურად ცოდნა არსებული პრობლემების, თუ ეს ეხება გარკვეულ, ასე ვთქვათ, დასახლებას, იმ ასე ვთქვათ, ყოფითი პრობლემების, რომელიც იქ არსებობს, თუ მოვიშველებთ გარკვეულ სტატისტიკას, იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს მოსახლეობას, რომ იქ ჩვენ ვიცით ეს პრობლემა გვაინტერესებს და რაღაცნაირი შესწავლილი გვაქვს. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ამ შეხვედრების დროს ჩვენეული ხედვა პრობლემების გადაწყვეტის იყოს ლაკონურად და მოკლედ ჩამოყალიბებული. თუ შეხვედრები მიდის კითხვა-პასუხის რეჟიმში მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ უპასუხოთ ყველა კითხვას,
მაგრამ თუ არის შეკითხვები, რომელზედაც პასუხი არ აქვს, ჯობია რომ საერთოდ თქვათ, რომ არ ახართ მზად. ეს უკეთესად, ასე ვთქვათ, აღიქმება, ვიდრე მივაწოდოთ რამე, ასე ვთქვათ, არასწორი ან დაუზუსტებელი ინფორმაცია, არის და არის პასუხი, ან გვერდი ავარიდოთ, თავი ავარიდოთ შეკითხვას. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ადამიანი პირველ რიგში თუ ნებისმიერ ადამიანს რამე აინტერესებს ქვეყანას, უშუალოდ აინტერესებს თემები, რომელიც მას პირადად ეხება. მის ოჯახს და მის ახლობლებს და მის გარემოწვევს. ამიტომ თუ ჩვენ გვაქვს დაუშვათ შეხვედრა მოსახლეობასთან, ან გვიწევს მათთან ოჯახებში მისვლა, მაქსიმალურად ვიყოთ ღია ამ ინფორმაციის მიმართ და ჯობია ძალიან ხშირად ეს შეხვედრა წავიდეს დიალოგის რეჟიმში, გამოვკითხოთ მათ და მივცეთ საშუალება გამოხატონ თავისი, ასე ვთქვათ, ტკივილი, თავისი ხედვა, თავისი, ასე ვთქვათ, სურვილები, რადგან ამ დროს მას გაუჩნდება იმისი განცდა, რომ ჩვენთვის იგი საინტერესოა და ეს ჩვენი შეხვედრა არ არის მხოლოდ რაღაც გარკვეულწილად ფორმალური სახასიათის. თუ ასე ვთქვათ, ვიცით ადამიანის სახელი, ყოველთვის ვეცადოთ, რომ ხშირად ვიხმაროთ სახელი და ვიმართოთ სახელი. სახელით მიმართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ დროს გარკვეულწილად ჩვენ უფრო არაფორმალურ რეჟიმში გადავყავს ლაპარაკი, ასევე მოგახსენებთ, რომ ყველა ადამიანს, როდესაც მას სახელით მიმართავენ, უჩნდება გარკვეული პასუხისმგებლობის უფრო მაღალი ხარისხი თვითონ კომუნიკაციის პროცესისა და მისი, ასე ვთქვათ, კომუნიკაციაში მისი პარტნიორის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, შეხვედრების დროს გავითვალისწინოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, სხეულის ენა. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ამ დროს მაქსიმალურად თავდაჯერებულები, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, რადგან ჩვენი თავდაჯერებულობა, ეს, ასე ვთქვათ, სხეულის მოშობილი მდგომარეობა გაცილებით უფრო სიმშვიდის, ასე ვთქვათ, ჩემტანია კომუნიკაციის პროცესში და ხელს უწყობს იმას, რომ ჩამოყალიბდეს უფრო სანდომიანი, ასე ვთქვათ, გარემო კომუნიკაციის პროცესში. ეხლა თავიდან მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი შეხვედრის თვითონ ორგანიზაციაშიც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ადამიანები კომუნიკაციისთვის მზად არიან მაშინ, როდესაც გარემო არის პოზიტიური ან ნეიტრალური მაინც. თუ გარემო არის ნეგატიური, არის დაუშვათ დაძაბული სიტუაცია ან რაღაც არაკომფორტული სიტუაცია, ადამიანები მაინც და მაინც მზად არ არიან ამ დროს კომუნიკაციის და კომუნიკაციის პროცესი როგორც წესი არ მიდის ხოლმე წარმატებულად. ამიტომ არის, რომ ყველა თუ ასე ვთქვათ, შევხედავთ ბიზნეს მოლაპარაკებები, როგორ იგეგმება და სხვადასხვა შეხვედრები დაუშვათ სამთავრობო დონეზე, ყველგან აღმოაჩენთ, რომ ეს არის მაქსიმალურად კომფორტული გარემო აქვს არჩეული, ხო? ძალიან ბევრი გადაწყვეტილება დგება დაუშვათ კარგ რესტორნებში ან ძველრომში, მაგალითად აბანოებში. რადგან ადამიანები როცა თავს გრძნობდნენ კომფორტულად, ისინი რაღაც გადაწყვეტილებებად ერთად უფრო ადვილად მიდიოდნენ, როცა ეს მოლაპარაკების ეხებოდა, აგრეთვე უფრო ადვილად ვარწმუნებს ადამიანს ჩვენი არგუმენტების, ასე ვთქვათ, სიმართლეში. შესაბამისად, ერთი რამე მინდა, აი ეს შეხვედრების ორგანიზაცია მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ იყოს კომფორტულ გარემოში მოწყობილი. ძალიან ხშირად თუ არის ამის საშუალება, ხო, ეს იკუთება გარკვეულწილად, ხო, რაღაცა ალაფუშეთით, ანუ ყავა, ჩაი და რაღაც ასეთი სიტუაციები, როგორც წესი ქმნის პოზიტიურ გარემოს და ადამიანებს პოზიტიურად ამახსოვრდებათ ამგვარი შეხვედრები. ეს ეხება სხვათა შორის ჟურნალისტებსაც და მინდა აი ამას შევეხო ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი საქმიანობის რეკლამისთვის და ასე ვთქვათ წარმატებული დაუშვათ სხვადასხვა კომპანიების საწარმოებლად, თუ როგორი კონტაქტი გაქვთ მასმედიასთან. ადგილობრივ დონეზე როგორც წესი არის გარკვეული შეზღუდული ჯგუფი ჟურნალისტები, რომელიც თვითონ რეგიონში აშუქებენ თქვენს მოღვაწეობას. სასურველია, რომ ამ ადამიანებთან გქონდეთ მჭიდრო კარგი ურთიერთობა, თუ ეს, ასე ვთქვათ, მეგობრული ურთიერთობა კიდევ უკეთესი,
ისინი შევეცადეთ რომ მაქსიმალურად კურსში იყვნენ თქვენს მიერ დააგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ რომ გაშუქება მოხდეს მაქსიმალურად. ეხლა ზოგადად მე მინდა გითხრათ რომ ჟურნალისტებს აინტერესებთ ინფორმაცია რომელიც არის როგორც წესი გარკვეულწილად ოდნავ სკანდალური, ანუ თავის თავში მოიცავს რაღაც კომპლექსს, სადაც არის ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარე ხმაინც. აინტერესებთ ინფორმაცია, სადაც ცნობადი სახეები მონაწილეობენ, ან ინფორმაცია, რომელიც არაორდინალური, რაღაც ორიგინალური ფორმით არის მეთოდებული. ამიტომ თუ გვინდა რომ ჟურნალისტები ზოგადად დავაინტერესოთ, შევეცადოთ რომ აი ეს ფორმები გამოვიყენოთ. თუ არ არის ამის საშუალება, კარგი იქნება დაუშვათ უშუალოდ თუ ჩვენ ორგანიზაციას ეყონება იქ პრესსამსახური ან PR სამსახური, რომელიც დაგეგმავს და შემდეგ პრესსამსახური განახორციელებს, მაგრამ კონტაქტი პრესასთან იქნება ინტენსიური. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაიზარდოს თქვენი როგორც გარკვეული პარტიის წარმომადგენლების ცნობადობა, რადგან ცნობადობა არის წინაპირობა ნებისმიერი ასე ვთქვათ პოლიტიკური მოღვაწეობის წარმატების, ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ რომ მონაწილეობა მიიღოთ ტელეგადაცემებში, შოუში, ხშირად მისცეთ ინტერვიუ და გამოიშვათ ეკრანზე, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ყველაზე უფრო ეფექტური თქვენი ცნობადობის გაღწევისთვის სწორედ არის ტელეეკრანი. ადამიანებს ხშირად არ ახსოვთ თემა რაზე გამოხვედით, მაგრამ კარგად ახსოვთ ის რომ თქვენ გნახეს და გცნობენ. ამიტომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ გამოიყენეთ თუ არსებობს ეს შესაძლებლობა. თუ თქვენს მიმართ ცნობადობა იღალი იქნება მაღალი, გაცილებით უფრო ადვილი იქნება თქვენი მოსახლეობის ასე ვთქვათ ულებამდე მისვლა. ეხლა ორიოდე სიტყვა ვთქვათ დამარწმუნებელ კომუნიკაციებზე. დამარწმუნებელი კომუნიკაცია თავისთავად გულისხმობს ჩვენს ასე ვთქვათ ხეზვაში, ჩვენს არგუმენტებში, ჩვენს პოზიციებში კომუნიკაციის სუბიექტის დარწმუნებას. დამარწმუნებელი კომუნიკაცია გამოიყენება ესე იგი ადამიანის არსებობის ყველა სფეროში. პედაგოგიკაში, პოლიტიკაში, ნებისმიერი რელიგიური მიმართულება თავის ასე ვთქვათ იდეების პროპაგანდაში გარკვეული დამარწმუნებლობის ილეთებს ხმარობს. დამარწმუნებელი კომუნიკაცია ყოველთვის გულისხმობს რომ ადამიანი შეუსვალოთ გარკვეულად სოფხედველობა წარმოდგენა ღირებულებები და ის გადმოვიყვანოთ ასე ვთქვათ ჩვენ მხარეზე. არსებობს სხვადასხვა ტექნოლოგიები, ძირითადად ორი ეს დამარწმუნებელი კომუნიკაციის ტექნიკები შეიძლება გავყოთ ორ მიმართულებად, ეს არის პირდაპირი და ირები მეთოდი. პირდაპირ ეს არის უშუალოდ ის რაც აგულისხმებია ტექსტში, ირებ მეთოდოლოგიაში ძალიან ხშირად აგულისხმებია ის რაც რჩება ჩვენი ცნობიერების მიღმა, ის არაცნობიერად გავლენას ახდენს ჩვენ გადაწყვეტილებაზე, ხო? აქ შეიძლება იყოს გარკვეული ატრიბუტიკა, დაუშვათ სხვადასხვა სიმბოლიკა, კოსტიუმები, გარკვეულწილად ირიბ საშუალება შეიძლება ჩავთვალოთ გარკვეული ასე ვთქვათ არავერბალური სიგნალი კი ხო, როგორც არის ჟესტიკულაცია, ხმის ტემბრით მანიპულირება და ასე შემდეგ. როგორც აღმოჩნდა ჩვენს იმაზე თუ რამდენად ჯერათ თუ არა ჩვენი ამაზე გაცილებით უფრო ეფექტურად მოქმედებს სწორედ ეს მეორადი არაპირდაპირი საშუალებები, რადგან ის უშუალოდ მოქმედებს ადამიანის არაცნობიერებას და განაწყობს მას უქმნის გარკვეულ მოტივაციას და შესაბამისად მის მათი დარწმუნება ხდება უფრო ადვილი. რაც შეეხება ასე ვთქვათ პირდაპირ მეთოდებს, აქ ძირითადად დაგულისხმებია შინაარსი ტექსტის შეტყობინება, შინაარსის სტრუქტურა, დროის ინტენსივობა, რა დროში ვახორციელებთ ამ შეტყობინების მიწოდებას და ასე შემდეგ.
როდესაც ლაპარაკია არაპირდაპირ სიგნალებზე, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ როდესაც ჩვენ ვახორციელებთ კომუნიკაციას, მნიშვნელობა აქვს საბძირითად ასე ვთქვათ რამეს ეს არის თუ ვინ არის კომუნიკაციის წყარო, რა ინფორმაციას გადასცემს ისი და იგი და როგორ ახორციელებს ამ ინფორმაციის გადაცემას. როდესაც ჩვენ მეთოდებზე ვლაპარაკობთ, არის ირიბი მეთოდების ზე ძალიან ხშირად სწორედ ამ პირველ ეტაპზე ანუ ვინ არის ინფორმაციის წყარო, ხშირად ნაგულისხმებია სწორედ ის, რაც უშუალოდ ცნობიერების გარეთ რჩება, მაგრამ გავლენას ახდენს რამდენად სანდოა თუ არა ინფორმაციის გადამცემი. ამიტომ როგორც წესი ავტორიტეტული და რაიმეთი გამორჩეული სანდოებით აღჭურვილი წყარო ინფორმაციის გადაცემისას უკვე აპრიორი გაძლევს გარკვეულ ფორას, რომ მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია აქტიური იქნება უფრო დამაჯერებლად, დამარცხუნებლად და გავლენას მოახდენს, ასე ვთქვათ, ადამიანზე. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც აპირებს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კარიერის გაკეთებას, ცდილობს, რომ შეიქმნას გარკვეული ბექგრაუნდი, გარკვეული ისტორია, გარკვეული, ასე ვთქვათ, ავტორიტეტი, რადგან ამიტომ ავტორიტეტის, ასე ვთქვათ, ქონის შემთხვევაში მისი საქმიანობა სულ უფრო და უფრო ადვილი ხდება, რადგან ის უფრო დამარცხუნებელია და დამარჯერებელია აუდიტორიისათვის. მეორე, რაც შეეხება როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა. როგორც წესი აქ ნაგულისხმებია უშუალოდ ის უნარები, რომელსაც ადამიანი ფლობს, ხო, ეს არის გარკვეულწილად სხეულის ენა, ხმის ტემბრი, პირადი, ასე ვთქვათ, მომხიბვლელობა და გარკვეულწილად მისი გარეგნული იმიჯი, რომელიც შეიძლება შეესაბამებოდეს გარკვეულ, ასე ვთქვათ, მითოლოგიას, ანუ უფრო მარტივად რო ახსნა, თუ დაუშვათ პოლიტიკოსი მუშაობს თავის იმიჯზე და მას უნდა რომ გაიგივებული იყოს რომელიღაც ბიზნესური ჯგუფთან, მაგალითად ესეთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, როდესაც მოსკოვის მერის არჩევნები ხდებოდა თავის დროზე, ლუშკოვს რომ უგურჩია თავის იმიჯ მეიკერმა, რომ ის გამოსულიყო კეფში და რაღაცნაირად დამსგავსებოდა უბრალო, ასე ვთქვათ, მშრომელ რუს, ასე ვთქვათ, ადამიანს. და ეს იყო ის იმიჯი, რითაც ის, ასე ვთქვათ, სარგებლობდა, ანუ ეს იყო გარკვეულწილად სიგნალი, რომ მე ვარ ისეთი, როგორიც ხართ, ასე ვთქვათ, თქვენ უმეტესობა, რომ მოეპოვებინა, ასე ვთქვათ, აურჩევნების გულები და პრინციპში, როგორც ამბობენ, მაშინ აი ამ იმიჯმა, ამ ილეთმა გაამართლა ძალიან, ხო? და მესამე, ხო, ეს არის თვითონ შეტყობინება. ეხლა შეტყობინება, როგორც წესი, გარკვეული კანონზომიერებით იგება ყოველთვის, შეტყობინება უნდა იყოს ლაკონური, თავში უნდა იყოს გამოხატული ძირითადი მესიჯი, რაც გვინდა რომ, ასე ვთქვათ, მივიდეს მსმენელის გულამდე, შუაში არის განსაზღვრული, განმარტებული და უფრო მეორეხარისხოვანი ინფორმაცია და თუ გვინდა რომ ეს მესიჯი იყოს კარგად დამახსოვრებული, მას ვიმეორებთ ბოლოში. როგორც წესი, კარგად ამახსოვრდებათ ადამიანებს ისეთი შეტყობინებები, სადაც არის ბევრი, ასე ვთქვათ, მეტაფორა ან გონება მახვილური რაღაც მინიშნება, ძალიან ხანდახან კარგი იქნება თუ ვიხმართ გარკვეულ სტატისტიკურ მონაცემებსაც, მაგრამ ის არ უნდა იყოს ძალიან გადაჯერებული ამითი. ყოველთვის, როდესაც იქნება ამგვარი, ასე ვთქვათ, კარგი ხარისხის შეტყობინებები, ისინი გულისხმობენ, რომ გარკვეულწილად ეს არის არა პირდაპირ ნათქვამი რაღაც ტექსტი, არამედ ეს ნათქვამია გარკვეული შეტყობინება, გარკვეული მეტაფორით, რადგან ადამიანის გულებამდე ეს მეტაფორა უფრო ადვილად აღწევს, ეს კარგად ამახსოვრდებათ. ეხლა როგორც წესი დამარცხუნებლობას გააჩნია კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ესეთი კანონზომიერება, ჩვენ ადამიანებს გვჯერა ყველაფერი იმის, რაც
წინა ჯერზე რამდენჯერმე გამოვცადეთ და მის სანდოობაში დავრწმუნდით. ამიტომ ძალიან ხშირად ამას კარგად ხმარობენ პოლიტიკოსები, როდესაც მათ მოჰყავთ გარკვეული მაგალითები, როგორც არგუმენტები იმისი, რომ მათი რაღაც ქმედებები იყო გამართლებული, რის გამოდამოწმება ჩვენ შეგვიძლია და შეიძლება ამას მოაყოლონ რაღაც ახალი დაშვება, რომელიც მათ უნდა რომ ჩვენ ამდე მოიტანოს და ჩვენ ამაში მათ დავეთანხმოთ. თუმცა უკვე ეს ბოლო შეტყობინება შეიძლება არანაირად არ იყოს გამტკიცებული არანაირი არგუმენტით, მაგრამ ჩვენ ამისი ავტომატურად ვუჯერა. საკმარისია რომ გადავხედოთ ასე ვთქვათ სხვადასხვა გამოჩენილი ორატორების გამოსვლებს ისტორიაში, რომ ძალიან ხშირად აღმოვაჩენთ ამას, როდესაც ის იწყებს თავის ასე ვთქვათ გამოსვლას გარკვეული არგუმენტებით, რომელსაც მასა ეთანხმება, ბოლოს ამთავრებს რაღაც ასე ვთქვათ ისეთი განცხადებით, რომელიც შეიძლება ცალკე რომ ეთქვა აბსურდულად მოჩვენებოდათ ადამიანებს, მაგრამ მათ ავტომატურად უჩნდებათ უკვე რწმენა, იმიტომ რომ წინა ნაწილი ამ გამოსვლას მათ რაღაცნაირად ამზადებთ აი ამ ბოლო შეტყობინებისთვის. ამიტომ შეიძლება ეს ამ ფორმით არ ვიხმაროთ ყოველთვის თავშოთ ეს ილეთი, მაგრამ თავისთავად ადამიანებს უყვართ ყოველთვის იმისი მოსმენა, რაც ისედაც იციან და რაც ისედაც რაშიც დარწმუნებულები არიან და რაც უნდათ რომ ჩვენგან გაიგონონ, შეიძლება ეს ილეთი კარგად იქნეს გამოყენებული, რომ ჩვენი გამოცდა იყოს უფრო დამარწმუნებელი. და უნდა ითქვას, რომ ზოგადად ესეთი უნარების გამომუშავება ხდება გარკვეული, ასე ვთქვათ, სავარჯიშოების შესრულების დროს გარკვეული ტრენინგები არსებობს, სპეციალური არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით არ ვითარებენ გარკვეულ უნარებს და სასურველია რომ ადამიანებს, რომელსაც აქვთ პრეტენზია ან სურვილი, რომ იყვნენ საჯარო პოლიტიკაში ან ასე ვთქვათ, იყვნენ საჯარო პირები ან მათ უწევთ საჯარო გამოსვლები, მათი ასე ვთქვათ, ცხოვრება, საქმიანობა დაკავშირებული არ არის აუცილებლად ხო პოლიტიკა, როგორც წესი, ესეთი ადამიანები გადიან შესაბამის მომზადებას და ეს მომზადება სწორედ ხშირად ხდება ხოლმე წინაპირობა მათი წარმატების.